ვაგრძელებთ ჩვენს გადაცემას ახალი თემით, ახალი სტუდიით და თბილისის მე-9 საერთაშორისო სტუდენტურ კინოფესტივალზე ვისაუბრებთ. რომელიც დღეს საღამოს 20 საათზე შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიხსნება. მინდა წარვადგინა ჩვენი სტუმრები. თეატრალური უნივერსიტეტის ტელეკინო ფაკულტეტის დეკანი ბატონი ოთარ ლითანიშვილი, მოგესალმებით, მადლობთ მოგზაურობისთვის ბატონი ოთარ და ასევე დავით ვაშაძე, ეროვნული კინოცენტრის დისტრიბუციისა და ექსპორტის დეპარტამენტის უფროსი. დიდი მადლობა რომ ხართ ჩვენთან ერთად. ბატონი ოთარ, გინდა რომ თქვენი დავიწყოთ, ბუნებრივია. ვიცით რომ ძალიან დიდი ისტორია აქვს ამ ფესტივალს, 80-იანი წლებიდან იღებს სათავეს, თუმცა გარკვეული პერიოდის შემდეგ იყო პაუზა და 2007 წელს აღდგა. მისი მიზანი და შემდეგ ვიცით რომ 2007 წლის შემდეგ კიდევ უფრო განსხვავებული და მნიშვნელოვანი ფუნქცია შეიძინა. დიახ, მიზანი ნათელია, ეს არის ესე იგი პოპულარიზაცია ქართული ახალგაზრდული კინოსი და სხვა შორის 80-იანი წლების დასაწყისიდანვე, ძალიან 70-იანის ბოლოდან და 80-იანი წლების დასაწყისიდან თავიდანვე ძალიან დიდი მოწონება და ფართო აუდიტორია მოიპოვა ამ ჩვენმა ფესტივალმა და მართალია ის საკავშირო იყო, მაგრამ ამ ჩვენი ფესტივალის ნაკრები ფილმები ყოველთვის იგზავნებოდა და გადიოდა, მოთხოვნილი იყო მრავალი ქვეყნის მიერ და ძალიან დიდი ინტერესით სარგებლობდა. ახლა უკვე ეს ფესტივალი საერთაშორისოა და ძალიან დიდი ინტერესით უყურებენ. ბევრი ადამიანი, ესე იგი, მოილტვის უამრავი, ეს არის, რა ქვია, ფილმია წარმოდგენილი, კონკურსი ძალიან სერიოზულად დატვირთულია. წარმოადგენლობითი ჟური და მინდა ერთი რაღაცა ვთქვა კიდევ, ესე იგი, ამ ფესტივალის ჩარჩოში ჩამოვგზავნდა მსოფლიო საერთაშორისო ორგანიზაცია სტუდენტური ფილმების სტუდენტური კინოსკოლებისა, ასე ვთქვათ და ამაში შედის ამ ორგანიზაციაში ქვია SELECT ეს აბრევიატურაა და შედის ამ ორგანიზაციაში 158 კინოსკოლა. და ჩვენი ფაკულტეტი, ჩვენი უნივერსიტეტი არის სრული წევრი ამისი და პირველად მოხდა რომ მათ თავიანთი სამეთვალყურო საბჭოს ბორდის თავიანთი სამუშაო კონფერენცია დანიშნეს თბილისში. ყოველთვის იმ ქვეყანაში ხდება, სადაც ბორდის წევრები არიან, ან რაღაცა ვთქვათ, ამერიკა, ან ჩეხეთია, ან ბულგარეთია, ბულგარეთში აქვს შტაბ-ბინა ამას. და პირველად გამოიტანეს საქართველოში ეს, ვინაიდან პატრიოტის ჩვენს ფესტივალს. აქედან შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს ფესტივალი ამდენად მნიშვნელოვანია ზოგადად მსოფლიოში ამ რანგში, ასე ვთქვათ, აი ამ სტუდენტურ კინოში. ჩვენთვის ამიტომ ძალიან გადატვირთული და სანერვიულო და დიდი მასშტაბია და საკმაოდ საინტერესოა ჩვენი სტუდენტებისთვის, ჩვენთვის, ყველასთვის. ამასთანავე წელს ჩვენ რაც შეგვეძლო რაღაცა გავარემონტეთ და ესე იგი წესრიგში მოვიყვანეთ ჩვენი სივრცეები და გავაჩინეთ ახალი სივრცე, საგამოფენო სივრცე, სადაც აი დღეს 7 საათზე, 8 საათზე არის ფესტივალის გახსნა, 7 საათზე კიდევ არის სამხატვრო აკადემიის ფერწერის ფაკულტეტის დამამთავრებული კურსების სტუდენტთა გამოფენა, ის იხსნება და აქ მოიღებენ მონაწილეობას ყველანი, ესე იგი კინემატოგრაფისტები, მხატვრები და ასე რომ ესეთი რაღაცა საინტერესო დღე არის დღეს ჩვენთვის. დიახ, ასეთ კიდევ შევეხებით დეტალებს ფესტივალის, თუმცა მანამდე კინოცენტრის მხარდაჭერაც უნდა აღვნიშნოთ და ბატონო დავით, საინტერესოა თქვენი აზრი. დიახ, კინოცენტრის მხრიდან უნდა ითქვას, რომ თითქმის დაარსების დღიდან ჩვენ მხარს უჭერთ ამ ფესტივალს, იქედან გამომდინარე, რომ ჩვენ გვესმის მნიშვნელობა თვითონ ამ ღონისძიების. ანუ რამოდენიმე მიმართულებით მინდა შევეხო ამ საკითხს. პირველი რომ ხდება ქართველი სტუდენტების ფილმების ჩვენება ამ ფესტივალზე. ასევე ძალიან ბევრი და საინტერესო პროგრამა არის წელს განსაკუთრებით, იმიტომ რომ სოფლიოს ძალიან ბევრი ქვეყანა იღებს მონაწილეობას და კინოსკოლები. შესაბამისად, ქართულ სტუდენტებს უკვე ეძლევათ საშუალება ნახონ მათივე თანატოლების სხვა ქვეყნებში თუ რა სახის
ეს ფილმებს იღებენ. და მესამე ეს არის სტუმრები, რომელთაგან ყოველთვის რაღაც ახალი შანსი ეძლევა სტუდენტს, რომ სწავლა გააგრძელოს საზღვარგარეთ, ან დააინტერესოს თავისი ფილმით და სწორედ ამაზე არის ორიენტირებული ჩემი აზრით ეს არის მთავარი ამ ღონისძიებისთვის. ასევე კინოცენტრის მხრიდან მინდა ერთი რამე აღვნიშნო, რომ წელს მოგეხსენებათ საერთოდ ბოლო წლებში საქართველოს კინოს აღმასვლა მიმდინარეობს და ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ტერიტორიაც სწორედ საქართველოს აღიქმება და ალბათ აქედან გამომდინარეც არის, რომ ამ კინოსკოლების გაერთიანებამ board meeting-ი გადაწყვიტა საქართველოში. ასევე წელს განსაკუთრებით მინდა ხაზი გაუსვა, რომ ძალიან საინტერესო მოკლემეტრაჟიანი ფილმები გვაქვს, რომელიც კინოცენტრში ჩვენთან მოდის, რათა საერთაშორისო ფესტივალებზე გავაგზავნოთ. მათ შორის მინდა აღვნიშნო რამოდენიმე სტუდენტის ნამუშევარი, რომელიც ისეთი ხელოვნებით არის შესრულებული, რომ საერთოდ შეიძლება როგორც არასტუდენტის ჩვეულებრივად მოკლემეტრაჟიანი ფილმიც გაუშვათ საერთაშორისო ფესტივალებზე. ასევე გამოვიყენებთ ამ შანსს ჩვენს, დავესწრებით ჩვენებებს და ყველანაირად მივეხმარებით ქართულ სტუდენტებს, რომ ეს ფილმები იყოს ნაჩვენები არა მარტო აქ, არამედ სხვა ქვეყნებში, სხვა საერთაშორისო ფესტივალებში. ასევე ძალიან საინტერესო ჟურის წევრების ვინაობა რომ ვთქვათ, იმიტომ რომ როგორც ვიცით, არ ძალიან წარმომადგენლობითი არიან საფრანგეთიდან, გერმანიიდან, ჩინეთიდან და პოლონეთიდან თუ ვწდებით. გერმანიიდან დიახ, ეს არის სრულიად საერთაშორისო ჟური, ქართველი შიგნით არავინ არ არის. ეს უკვე მეორე წელიწადია ასე ხდება, ძალიან სერიოზული ადამიანები არიან ამ დარგში, ასე ვთქვათ, აი ჩინელი რომლის სახელის წარმოთქმა ძალიან მიჭირს, მაგრამ ძალიან დიდი რეჟისორია, იმიტომ რომ აქვს პალმის ოქროს რტო მხატვრულ რეჟისურაში, აქვს მრავალი საერთაშორისო დიდი ფესტივალი მოგებული. ეს არის ლიდერი საერთოდ ამ კინოსკოლებისა და მისი კინოსკოლა ითვლება ელიტარულად ჩინეთში, ჩინეთი მოგეხსენებათ ხო? ძალიან მრავალი კინოსკოლაა შიგნით და ეს კინოსკოლა ყველაზე მცირეა, პატარაა რაოდენობრივად, შიგნით დაახლოებით 9 მილიონი კაცი სწავლობს. ეს ცოტა არის ჩინეთისთვის. კაცი არის, ესე იგი ეს პიროვნება არის ძალიან საინტერესო, იმით რომ აი როგორც იცით, აი როგორც ბავშვი, აი ესეთნაირი იმითი უყურებს ამ ფილმებს, აღფრთოვანება მისი და ასეთივე დაახლოებით ასეთივე არის. საქართველოს წარმომადგენელი რატომ არ არის იურიში? ვინაიდან ჩვენთან ტარდება, ჩვენ სრულიად ვენდობით ამ ადამიანებს, აქ არ არის არაფერი ასეთი საჭიდაო და საჯილდაო, ასე ვთქვათ. გესმით, არის ხოლმე ესე ყოველთვის რაღაცა ინტერესების დასაცავად, არის ხოლმე იმ ქვეყნიდან. აქ ამ შემთხვევაში იმდანად კეთილგანწყობილია ზოგადად დამოკიდებულება, ურთიერთდამოკიდებულება ამ ადამიანებს, ისე კარგად ესმით. რა არის კინემატოგრაფიული და რა არა, გესმით, რა მეტად არის კინემატოგრაფიული და რა ნაკლებად, რომ კამათიც კი არ უბრალოდ აი არის რაღაცა, ამიტომ ეს შესაძლებელია და საქმიანობაც აბსოლუტურად ის არის და იცით. დიახ, ბატონო არა, ლობისტი არ არის, არავის. ბატონო, დიდი მადლობა, მე გამიშა კითხვა და შეიძლება ბევრსაც გაუჩნდა და ეს გავაჩერეთ აუცილებლად. თქვენ როგორც უნივერსიტეტის წარმომადგენლის მინდა კითხოთ, ძალიან ბევრი დღეს საკმაოდ წარმატებით ასპარეზობს და სწორედ ამ ფესტივალის ფარგლებში დაჯილდოვდა და შეგვიძლია თქვას გაიხსნა გზა. აი როგორ აძლევს ეს დამწყებ დებიუტანტ ხელოვანებს თქვენ როგორც მე მგონი ყველაფერს აძლევს, სტიმულს აძლევს მომავალი ცხოვრებისთვის, შემოქმედებისთვის, თემების მოპოვებისათვის, გაცნობა არ ძალიან საინტერესო ტენდენციები, ახალგაზრდული ტენდენციები, რაზე ფიქრობენ, რა აღელვებთ, რა მოდის, ასე ვთქვათ, რა თემები მოდის, იცით? აი ეს სილექტი ძალიან საინტერესო რამაა, ჩვენ მანდ მონაწილეობთ, ისინი ატარებენ ევროვიზიის მაგვარ ფესტივალს. ანუ ის ძალიან დიდხანს მიმდინარეობს და ყველა ერთმანეთს უგზავნის და ყველა აფასებს თავისი სკოლის გარდა სხვის სამ წარმოდგენილ ნაწარმოებს და ამას რო უყურებ და აფასებ, ჩვენ სხვა აფასებთ აქედან, უყურებთ ფაქტურად 15 წლის გაკეთებულ ფილმებს მთელ მსოფლიოში.
ძალიან საინტერესოა, იცით, ძალიან საინტერესოა დონეც სად როგორ იწევს, სად რა ხდება. თუმცა და ეს არის ერთგვარი პულსის მოსინჯვა, თუ რომელ ქვეყანაში რა ხდება. სტუდენტისთვის ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, ვინაიდან ის უკვე გამოდის რაღაცა სწავლის რანგიდან, იცით, სწავლას აგრძელებს ფიზიკურად სწავლობს, მაგრამ უკვე შეგრძნება აქვს იმისა, რომ ეს უფრო სახუმაროც აღარ არის, გესმით? აქ უკვე რაღაცა მაინც უნდა გამოვიდეს და ხშირად ჩვენი სტუდენტები ამაში ძალიან წარმატებულები არიან. ასე დიდი წარმატებით ესწრებიან, მე როგორც ვიცი, მასტერ-კლასებს თუ არის გათვალისწინებული ფესტივალის ფარგლებში ცნობილი კინემატოგრაფი. ყოველ დღე იქნება მასტერ-კლასები ძალიან საინტერესო. დიახ. და დასწრება როგორ შეიძლება? თავისუფალია დასწრება. ჩვენთან დიდ დარბაზში იქნება ეს მასტერ-კლასები და ძალიან საინტერესო პიროვნებები კითხულობენ ამ მასტერ-კლასებს. კინოცენტრის წარმომადგენელთან მინდა რომ გადავიდეთ ჩემი კითხვით და თუ ექცევა ყურადღება მაგალითად იმ ადამიანებს, როდესაც შემოდის თქვენთან განაცხადი დაფინანსებასთან დაკავშირებით, მსგავს ფესტივალში მონაწილე პირები, თქვათ, აქ წარმატებულები უკვე თუ არის თქვათ გათვალისწინებული, რომ ეს ადამიანები რეალურად წარმოადგენენ იმ ძალას, ვისაც ჭირდება ხელშეწყობა და აუცილებლად უნდა თქვენი გვერდით ყოფილიყო. იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ვითვალისწინებთ ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას, რომ კინოცენტრი არის ერთადერთი ფონდი, რომელსაც აქვს სახელმწიფო დაფინანსება, ამიტომ ჩვენ ვცდილობთ ჩვენი შეზღუდული ფინანსური რესურსების მაქსიმალურად ყველა მიმართულებით გადანაწილებას. გარდა იმისა, რომ ჩვენ ვაფინანსებთ უმრავლესობას ქართული ფილმებისას, თითქმის ყველას, რომელიც საერთაშორისო ფესტივალებზე არის წარმატებული, ამის გარდა ჩვენ კიდევ სხვა მიმართულებითაც ვცდილობთ ჩვენი დაფინანსების გაყოფას. ეს არის საერთაშორისო კინოფესტივალები, რომელიც საქართველოში იმართება და მათ შორის ამირანი, იგივე ბათუმის საერთაშორისო ფესტივალი, თბილისის საერთაშორისო ფესტივალი ჩვენ ფინანსად მონაწილეობთ. ხოლო რაც შეეხება უკვე ქართველების საზღვარგარეთ წასვლას, ჩვენ გვაქვს სპეციალური ფონდიც, სადაც სამგზავრო გრანტებს ვაძლევთ ჩვენ არა მარტო ზრდასრულ უკვე წარმატებულ რეჟისორებს, არამედ სტუდენტებსაც ვაძლევთ საშუალებას, თუ ისინი ფილმით მონაწილეობენ საერთაშორისო ფესტივალებზე, კინოცენტრი ხშირ შემთხვევაში იღებს მათი მგზავრობის ხარჯებს. ამის გარდა კიდე ჩვენ ვაძლევთ საშუალებას იგივე ტრეინინგებს, სხვადასხვა პლატფორმებს ვატარებთ საქართველოში, სადაც ახალ დამთავრებულ სტუდენტებს ეძლევათ საშუალება, რომ პროფესიულად უფრო განვითარდნენ, უფრო სპეციფიკურად იგივე საპროდიუსერო კუთხით პროექტი განავითარონ, სცენარი განავითარონ. აქედან გამომდინარე, მე ვფიქრობ, რომ შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს ინსტიტუტსა და კინოცენტრს შორის საკმაოდ ისეთი მჭიდრო კავშირია და საკმაოდ შედეგიანი. და სხვა უნივერსიტეტებთანაც რა თქმა უნდა, რომელსაც კინო ისწავლება საქართველოში. მე მინდა ძალიან დიდი მადლობა გითხრათ, რომ იყავით ჩვენი გადაცემის სტუმრები, მინდა წარმატება გისურვოთ და იმედი მაქვს, რომ როგორც კინოფესტივალი ძალიან ნაყოფიერი იქნება თბილისის საერთაშორისო სტუდენტური მეცხრე კინოფესტივალი. მადლობა რომ იყავით ჩვენი გადაცემის სტუმრები. გთხოვთ მოგზავნდეთ დიდი სიამოვნებით გახსნაზეც და დახურვაზე. გემშვიდობით, კეთილი სურვილები, ჩვენ კი ვაგრძელებთ ჩვენ დღეს როგორც ყოველთვის